როგორ გავააქტიუროთ აბონენტის სახელის წარმოთქმის რეჟიმი. ამისათვის ვაკეთებთ შემდეგს. იქამდე კი ჩემი თხოვნა იქნება დამილაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი TikTok და YouTube არხი. YouTube არხი ნაჩვენებია ჩემი TikTok-ის ბიოში. გააქტიურება. შევდივართ პარამეტრებში. პარამეტრები. ზე. გიორგი პეტრე. ვისაც შემცირება. და ვსკროლავთ მაქსიმალურად დაბლა. ეკრანი. სიკაშ. ვებისელი. დაბლოკირება. გაცვლა და კონფიდენტლოკაცია. დამატებითი ციფრული კეთილხეობა და ცდომა. ხებელ ზოგადი მართვა. შევდივართ წვდომაში. ცდომა. ინტერაქტივი და მოხერხებულობა. შემდეგ შევდივართ ინტერაქტივი და მოხერხებულობაში. ანუ ასე აწერია ინტერაქტივი და მოხერხებულობა. ინტერაქტივი და მოხერხებულობა. ინტერაქტივები. ზარზე პასუხი და ზარის დასრულება. შემდეგ შევდივართ ზარზე პასუხი და ზარის დასრულება. ზარზე პასუხი. წარმოთქვი აბონენტების სახელები. შემდეგ წარმოთქვი აბონენტის სახელები. შევდივართ აქ. წარმოთქვი აბონენტების სახელები. წარმოთქვი აბონენტების სახელები. ჩართული. პირველივეს ვააქტიურებთ, ჩავთავთ. აგერ ამას ჩავთავთ ჯერ. მერე ყოველთვის ამას გავააქტიურებთ. და მე შემდეგ ორჯერ თქვი აბონენტის სახელი. ანუ თუ გსურთ ორჯერ მოგითხას ტელეფონმა ვინ რეკავს, გააქტიურებთ ამას. თუ არა და უბრალოდ ჩართავთ ამ პარამეტრს, წარმოთქვი აბონენტის სახელები და ყოველთვის ვააქტიურებთ ამას. და всё, როცა დაგირეკავს ვინმე, ვისი ნომერიც გიწერია სახელით ტელეფონში, გეტყვით სახელს. თუ სახელით არ გიწერია და დაგირეკავს უცხო ნომერი, გეტყვის, ანუ ჩვეულებრივად ნომერს წაიკითხავს ტელეფონი. მადლობა ყურადღებისთვის. გთხოვთ დამილაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი არხი.